მართლმადიდებლური სამყარო დღეს აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს ზეიმობს. ყველა მოქმედ ტაძარში სააღდგომო ლიტურგია შესრულდა. საქართველოს კათოლიკოს პატრიარქის მოსაყდრე მეუფე შიომ ლოცვა სიონის საკათედრო ტაძარში აღავლინა. სააღდგომო ლიტურგიას საქართველოს პრეზიდენტ მიხეილ ყაველაშვილთან, პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძესთან და პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილთან ერთად აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე გიორგი ჯინჭარაძე დაესწრო. ტაძრებში მიაბრძანეს იერუსალიმიდან ბრძანებული წმინდა ცეცხლი, რომელიც მრევლში გავრცელდა. ლიტურგიის მსვლელობისას წაიკითხეს საპატრიარქო ტახტის მოსაყდრის მეუფე შიოს პირველი სააღდგომო ეპისტოლე, რომელიც ძირითადად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქის ილია მეორეს ცხოვრებასა და მოღვაწეობას მიეძღვნა. მაშინ ნათქვამია, რომ ერთმანეთის მხარში დგომა, ლოცვა, ერთობა და სიყვარული არის საწინდარი იმისა, რომ ღირსეულად გავაგრძელოთ ჩვენი საეკლესიო და სახელმწიფოებრივი ცხოვრება. შეგახსენებთ, წმინდა სახარების მიხედვით უფალი იესო ქრისტე კაცობრიობის გადასარჩენად და ცოდვებისგან გამოსასყიდად განკაცდა. ჯვარს ეცვა და მესამე დღეს აღდგა. აღდგომის დღესასწაულით მორწმუნეებისთვის 50 დღიანი მარხვაც დასრულდა. ქრისტეს აღდგომამ დაამარცხა სიკვდილი და ქრისტე როდესაც აღდგა მკვეთრით ის აღარ მოგდა, არამედ ამაღლდა ზეცად და ამით ძლია მან სიკვდილს და თითოეულ ჩვენგანს მოანიჭა ხსნა, ცოდვისაგან ხსნა, ყველობისაგან ცოდვის და გამოხსნა და გამარჯვება სიკვდილზე და ბოროტებაზე. სრულიად საქართველოს გილოცავთ აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს, ამ ძალიან მნიშვნელოვან დღეს მთელი ქვეყნისათვის. გისურვებთ სულიერ წინსვლას, აღმავლობას, უფალი იყოს ჩვენი მფარველი, მთელი საქართველოს მფარველი და ჩემს ქვეყანას უსურვებ, რაც მთავარია, ღვთის გზაზე სიარულს და ღვთის მფარველობას და წყალობას. პირველ რიგში გილოცავთ ყველას აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს, სრულიად საქართველოს, განსაკუთრებით მინდა მილოცო აფხაზეთში, საქართველოს ტერიტორიაზე, ძირძველ ტერიტორიაზე მცხოვრებ ქართველებს და მოსახლეობას და ვისურვებდი, რომ მომავალი აღდგომისთვის უფრო მეტი წინსვლა იყოს იმისათვის, რათა ტერიტორიული მთლიანობის აღდგენისაკენ იყოს მეტი ნაბიჯები გადადგმული და უფლის წყალობით და დღევანდელი დღის მადლით წინსვლა გქონდეს ამ საკითხში. პირველი სურვილი ეს იქნება. ნამდვილად ზეიმობს, სადა ქვეყანა ქრისტე აღსდგა, ჭეშმარიტად აღსდგა. სიკეთე, მშვიდობა, სიხარული და ღვთის წყალობა ყოფილიყო სრულიად საქართველოში.